ბატონო მაის, რატომ გადაწყვიტეთ, რომ გამხდარიყავით ჩემი მასწავლებელი და მე ვყოფილიყავი თქვენი სტუდენტი? რა თვისებები დაინახეთ ჩემში, ისეთი, რამაც ეს გადაწყვეტილება მიგაღებინათ საბოლოო ჯამში? ანუ ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ინიციატივა თქვენგან გაცნობის მოვიდა ინიციატივა, მოვიდა დადებითი აურა და თქვენი მეტყველება, დიქცია, ტემბრი, ანუ ყველაფერი ამბობდა, რომ თქვენი სპეციალობა არის დაკავშირებული კომუნიკაციასთან. დიახ. ანუ ერთ-ერთი ბიზნესის წარმატება არის ანუ ბიზნესის წარმატებული ადამიანები არიან ვინც წარმატებულია კომუნიკაბელური ადამიანები არიან. კი ბატონო. ეხლა ნახეთ რა ხდება. მე გავაკეთე წინადადება, თქვენ დათანხმდით ამ წინადადებაზე. ცოდნის გაცვლა. და მიიღეთ ეგრევე წიგნები, ეგრევე პასუხისგებლობა იყო, ეგრევე ქართულად არ ვიცი ეს ტერმინი როგორ არის რუსულად, обратная связь. დიახ. ანუ обратная связь, ეგრევე გააკეთეთ ვიდეო, მითხარით რომ წიგნები მოვიდა, დავიწყე, ანუ ყველაფერი, ანუ როგორ არის რა, შრომის მოყვარეობა, დისციპლინა და პასუხისგებლობა. დიახ. წარმატებისთვის ნიჭი საკმარისი არ არის. ბევრი ნიჭიერი ადამიანი არსებობს, ვინც არ იყენებს, ვერ იყენებს ნიჭს. ბევრი ადამიანი არსებობს, საშუალო სტატისტიკური მონაცემები აქვს, მაგრამ დისციპლინა აქვს, შრომის მოყვარეობა აქვს, პასუხისგებლობა აქვს. დროთა განმავლობაში ხდება წარმატებული, ვიდრე ნიჭიერი, ვინც არაფერი არ აკეთებს. ნახე ყველაფერი ერთბაშად და იმიტომ ვაკეთე წინადადება. ანუ რა ხდება რა? თქვენი ლაპარაკის აი წინადადების ფორმულირებაც მომწონდა. აი რაც თქვით რომ ლაპარაკის დროს როგორ ლაპარაკობთ რა? კიდე გაგშეკეთ. всё, მორჩით? კი ბატონო. ანუ დღეს ვიღებთ იმ გადაწყვეტილებას. ვაკეთებთ რას არ გვინდათ. აჰა. რომ მივიღოთ რაც გვინდათ.